უძველესი ცივილიზაციები და მათი შეიარაღება. ამ ეპიზოდში კაცობრიობის 4 უძველესი ცივილიზაციის საბრძოლო საშუალებებზე ვისაუბრებ. ესენია შუმერები, ეგვიპტელები, ძველი ბერძნები და რომაელები. შუმერები საუმბრად ეტლებს იყენებდნენ, რომლებშიც ვირები იყვნენ შებმული. მათ შეიარაღებაში შედიოდა მშვილდისრები, შუბები, ცულები და ჯოხები. იმის მიუხედავად, რომ მეომრები ჯამშანს არ ატარებდნენ, მათ ფაქტობრივად პირველად გამოიყენეს ბრინჯაოთი მოპირკეთებული ტყავის ქურთუკები. ეს კი გარკვეულ დაცვას იძლეოდა. შუმერი მებრძოლები ასევე იყენებდნენ სპილენძის ჩაფხუტებსა და მართკუთხა ფარებს. ეგვიპტელი ჯარისკაცები ბრძოლაში ხის და ტყავის ფარებს იყენებდნენ. ისინი იბრძოდნენ შუბებით, მშვილდისრებით, ხმლებით, ცულებით, ხანჯლებითა და ჯოხებით. ძველ ეგვიპტეში მეომრების უმეტესობა ქვეითი იყო, თუმცა ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 1700 წლის შემდეგ შეიარაღებაში ეტლებიც გამოჩნდა. თითოეულ ეტლს ორი ადამიანი სჭირდებოდა. ერთი ეტლს მართავდა და მეორე ისრებს ისროდა. შუმერებისგან განსხვავებით ეგვიპტელები ომში ძირითადად ცხენებს იყენებდნენ. ბერძნული ჯარები ძირითადად დაფუძნებული იყო ქვეითებზე, რომლებსაც ჰოპლიტებს ეძახდნენ. ჰოპლიტს თავად უნდა ეყიდა საკუთარი ჯამშანი და იარაღი, ამიტომ ის ჩვეულებრივ საშუალო ფენიდან იყო. შეიარაღებულნი იყვნენ 3 მეტრის სიგრძის შუბებით და მოკლე ხმლებით. მეომარი დაცული იყო მძიმე აბჯრით, მუზარადით, სამუხლეებითა და გამძლე ფარით, რომელიც ტანს მთლიანად ფარავდა. რაც შეეხება ცხენოსნებს, მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ ცხენების ყიდვა. ამიტომ კავალერია მდიდრებისგან შედგებოდა. მხედრებს ორი სასროლი შუბი და ხმალი ჰქონდათ. რა უნდა ექნა ღარიბს, მას შეეძლო მშვიდოსანი გამხდარიყო. რომაელები დასაბამიდანვე უამრავ ომს აწარმოებდნენ. მსუბუქ შეიარაღებაში თავისთავად შედიოდა ხმალი, ფარი და შუბი. ფარი იმ დროისათვის გასაოცრად გამძლე იყო, ხოლო ხმალი ძალიან ბასრი. მეომრებს სხეულის დასაცავად გამძლე აბჯარიც ეცვათ, ხოლო მდიდრებს ჯაჭვის პერანგზეც მიუწვდებოდათ ხელი. რომაულ არმიას იმ დროისათვის საბრძოლო მოქმედებების გასაოცარი სინქრონიზაცია შეეძლო. ცნობილია მათი საომარი ტაქტიკა ტესუდო, იგივე კუ. ასე დროს ისინი მჭიდროვდებოდნენ და ერთი მეორესთან მიჯრით მიაწყობდნენ ფარებს, რომლებიც სახურავივით მთლიანად ფარავდა.